ხო, რა შვები? გთალიან საღამოს? სად მიყავს? კაი. არაფერი ბავშვების დატოვება მინდოდა. ერთი დამტოვებელი გამოირიცხა. ახლა ავკრიბოთ ჩემი გაჭირვების მთავარი ტალკვესის ტელეფონის ნომერი. ლალი უნდა მიშველო. ხო. გამოხვალ? კაი. კაი. აბა გელოდები. Yes. თეკვა? დე, მე ცოტა ხნით უნდა გავიდე. არ მივიღარ. რუსთაველზე. მალე მოვა, კაი? თქვენთან ლალი გამოვა. ხო? გამარჯობა. სანდრო, მოდი ვინ მოვიდა? როგორ არის ჩემი აუტანელი ბავშვები? სად არის აუტანელები? მოდი მოვიდა. ამდენი ხანი არ ნახე, ხო მამიდა? მოდი ხარ მამი. რამდენი ხანი არ ნახე, მამი? მამიდა შენ არ მომესალმო, მოხვედი, მოვედი. ეს ამაშია. დაჯექი. ტელეფონი დამიბრუნეთ სასწრაფოდ. თორე მოკლავ დეგა ტელეფონი. ეს არის ლალი, ჩემი გაჭირვების მთავარი ტალკვესი და ჩემი შვილების ნახევარ-დედა. მოკლედ, რასაც არ განვიცდი, მულების ნაკლებობა. 3 მული მყავს და ეგეც კიდე 3-ს დავიმატებ დიდი სიამოვნებით. კაი, წავედიებო და ჭკვიანად იყავით, ხო? ბავშვებო. კაი, დეაბა, ჭკვიანად. მე მივდივარ რუსთაველზე, აქციაზე. რატომ უნდა მინდოდეს მე 3 შვილის დედას უკვე შეღამებულზე? საკმაოდ ცუდია მინდია და შესაძლოა წვიმამაც დასცხოს. არ მაქვს იმის გარანტია, რომ პოლიცია ამ აქციას არ დაარბევს და არც იმის გარანტია მაქვს, რომ სახლში მშვიდობით დავბრუნდები ჩემს 3 შვილთან. შევაწუხე ჩემი მული იმისთვის, რომ ბავშვებთან დამტოვებელი მყოლოდა და მოკლედ ეს ყველაფერი გავიარე იმისთვის, რომ ამ სიცივეში რამდენიმე საათი გავატარო რუსთაველზე. თქვენი აზრით რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ძალიან დიდ საფრთხეს ვგრძნობ. თავისუფალ ქუჩაში მანქანით სეირნობა ის ფუფუნებაა, რომელსაც საცობების ქალაქში საერთოდ გადავეჩვიე. ეს სიამოვნება მძღოლებისთვის თბილისში მხოლოდ ღამის საათებშია შესაძლებელი. თავბუგაშულზე გავაჩერე მანქანა და ახლა დრო გადავიდე, თუმცა ერთი წუთით. მანქანა უკვე გავაჩერე და ვიდრე რუსთაველისკენ გზას გავუდგები, ჯობს კარგად გავჩხრიკო საკუთარი ზურგჩანთა, ემანდ რაიმე დანაშაულის მაპროვოცირებელი ნივთი ხომ არ მიდევს ჩანთაში და ჩემდაუნებურად ხომ არ ხდები დამნაშავე. ღმერთო ჩემო, საშიში დანაშაულის იარაღი აღმოვაჩინე საკუთარ ზურგჩანთაში. პირბადე. და თქვენ გგონიათ, რომ თქვენგან ან ჩემგან რაიმეთი განსხვავდებოდნენ ის ადამიანები, ვინც პირბადის გაკეთების გამო დააკავეს და რამდენიმე დღეა უკვე ციხეში არიან? ასე თუ ფიქრობთ, ძალიან ცდებით. მოკლედ ამ პირბადეს მე გადავაგდებ ყოველი შემთხვევისთვის და წავედით. დღეს დილით ვიდრე რუსთაველზე წამოსვლას გადავწყვეტდი, მამაჩემმა დამირეკა. და ძალიან მთხოვა აქციაზე არ წავსულიყავი. სამწუხაროდ მამაჩემი არ თანაუგრძნობს პროტესტის და ეს ჩემთვის არის ძალიან მძიმე. და ამიტომ ვერ ვაპატიებ ჩემს კოლეგებს პროპაგანდისტული არხებიდან, რადგან მამაჩემი არის პროპაგანდის მსხვერპლი. ძალიან რთულია 73 წლის ადამიანს ყველა ნიუსი
ასე ვთქვათ, გაურჩიო და აუხსნა, რას ატყუებენ და რას ეუბნებიან სიმართლეს. ეს არის ჩემი კოლეგების დამსახურება, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რა საწამლავს უდებენ თავში ადამიანებს და მაინც მიდიან ამაზე. უბრალოდ კოლეგებს მათ ვერ უწოდებ, ესენი არიან პროპაგანდისტები და ჩემი კოლეგები არიან ჟურნალისტები. დღეს შეკრების ადგილი რესპუბლიკის მოედანია, საიდანაც მსვლელობა პროტესტის უცვლელი ადგილისკენ, რუსთაველისკენ უნდა დაიძრას. რაოდენობა მოულოდნელად და სწრაფად იზრდება და ხალხის ნაკადი გაზაფხულის მდინარესავით ისე დიდდება, რომ ტროტუარიდან გადადის და გზის სავალ ნაწილსაც ფარავს. ყველაზე გაბედულები რუსთაველზე უკვე დროშებით დგანან. ქართულ დროშებთან ერთად ევროკავშირის და ამერიკის დროშებსაც ვხედავ. ხალხი ამ დროშებს როგორც ხავს ისე ეჭიდება. პოლიცია უხალისოდ უხსნის მძღოლებს, რომ უკან უნდა გაყვნენ. როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, მიმართები რუსთაველის გამზირისკენ ტროტუარის გავლით. მესმის ჩაკრულოს მელოდია და იწყება მსვლელობა. პროტესტის მონაწილეთა ნაწილი ჯარიმის შიშით მაინც ტროტუარს ირჩევს. თუმცა ხალხის რაოდენობის მატებასთან ერთად სიფრთხილე ნელ-ნელა ქრება და ქუჩა ხალხით ივსება. რატომ ვარ აქ? ის მტკივნეული კითხვაა, რომელზე მარტივი პასუხიც მიჭირს. ნოდარ დუმბაძის პერსონაჟს რომ ეკითხებიან, რა არის სამშობლო და ტირილს იწყებს, ვიცი, მაგრამ ვერ ვამბობო. დაახლოებით ასეთი განცდა მაქვს, როცა მეკითხებიან, რა მინდა რუსთაველზე. მართლა არ ვიცი სხვაგან სად უნდა წახვიდე მაშინ, როდესაც უსამართლობის გრძნობა გტანჯავს და ცვლილებისთვის აუცილებელი ყველა ბერკეტი წართმეულია. ერთი უცნაური რამ ხდება ჩემს თავს. რაც უფრო აბსურდულ კანონებს იღებენ პროტესტის შესაჩერებლად, რაც უფრო მეტად მძიმდება ვითარება, ჩემი ოპტიმიზმი და სიჯიუტე მით უფრო იმატებს. ვინც ახლა აქ არ ხართ, შესაძლოა ასე მძაფრად ვერ აღიქვამთ, რომ წინააღმდეგობის გარეშე თქვენ შვილებს, ჩვენ შვილებს, ხვალ თუ არა ზეგ უკვე აღარ ექნებათ არც სახლი, არც საკვები, არც უსაფრთხოება და არც ნორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა და ყველა მშობელი, რომელიც ამას ხედავს, ქვას გახეთქავს, რომ საკუთარ შვილს ეს საფრთხე აარიდოს. ზუსტად ამიტომ არის შეუძლებელი ჯარიმებით, ძალადობით თუ პატიმრობით ამ ხალხის შეშინება. შიში დღეს ფუფუნებაა, რადგან თუ სისტემამ ჩვენ გაგვთელა, შემდეგი ჩვენი შვილები იქნებიან. ჩვენ აქ იმიტომ კი არ ვართ, რომ აქ ყოფნა გვინდა, იმიტომ ვართ, რომ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. მეგობრებო, ფლეში ავანთათ ყველა ტელეფონებზე და შევიდეთ სინათლით პარლამენტთან. პროპაგანდა გვარწმუნებს, რომ აქ ყველა ბომჟია, აქ ყველას რაღაც ფინანსური ინტერესი აქვს, რაღაც თანხებს მიიღებენ და ასე შემდეგ, მაგრამ იქნებ ცოტა უფრო მეტად დაფიქრდეთ, ამდენ ადამიანს რა აიძულებს, რომ გამოვიდეს ქუჩაში, ჩაიაროს რუსთაველზე და ძალიან მკაფიოდ გამოხატოს პროტესტი. მაშინ, როდესაც არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ამ პროტესტის გამოხატვის გამო ან ძალიან მაღალ ჯარიმას არ დააკისრებენ, ან სულაც ციხეში არ გაუშვებენ. აქ არის თითქმის ყველა ჩემი რესპონდენტი, ვინც მთელი ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის მანძილზე, საქმიანობის პროცესში ითვლებოდა ძალიან კომპეტენტურ ადამიანებს და სამართლიანადაც ითვლებოდა. აქ არიან ცნობილი ისტორიკოსები, ცნობილი ფსიქოლოგები, ფილოლოგები, მეცნიერები, ექიმები, მასწავლებლები, ინჟინრები, ფაქტობრივად ყველა თავის საქმეში ძალიან კომპეტენტური ადამიანი. როგორ შეიძლება ამდენი ადამიანი ცდებოდეს? ჩემი მთავარი კითხვა აქ არის
დედების მიმართ ვისთან ტოვებენ შვილებს, როდესაც აქციაზე მოდიან და რა უბიძგებთ იმისკენ, რომ შვილები დატოვონ და აქ მოვიდნენ. მე მყავს 3 შვილი, ცხოვრობ მამაჩემთან ერთად და ბაბუ აიტოვებს ხოლმე ბავშვებს, როცა მე აქ მოვდივარ. ჩემი შვილებისაც ესე მაქვს ახსნილი, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, რომ იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, რომელშიც არის საშუალება იმის, რომ მიიღონ განათლება, კონდეთ ღირსეული სამსახური, იყოს სამართლიანობა და ამ ყველაფერს მე ვიცავ აქ დგომით იმისთვის, რომ როდესაც ისინი გაიზრდებიან, მათ კონდეთ კარგი ცხოვრება და მათ არ მოუწიოთ იგივეს კეთება, რასაც მე ახლა ვაკეთებ. ალტერნატივა იქნება ან რაღაცა განუვითარებელ რუსული სტილის ქვეყანაში ცხოვრება, ან უცხოეთში გადასახლება, რაც არავის არ გვინდა. მყავს 4 შვილი, დავტოვე ბებოსთან და გამოსული ვართ მათი მომავლისთვის, ამ ქვეყნის მომავლისთვის, იმიტომ რომ სხვა გზა არ დაგურჩა და ეს არის ერთადერთი გზა, აქ უნდა ვიდგეთ ბოლომდე, გამარჯვებამდე და იმედია მივახწევთ. მე უსამართლობა მაწუხებს და იმიტომ დავდივარ პირველ რიგში და ჩემს შვილთან ერთად დავდივარ. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს პროტესტი, მაგრამ მგონია რომ გჭირდება კიდევ რაღაც ახალი ბრძოლის რაღაცა გზები. აი ჯერ მეც არ ვიცი რა არის ეს გზები, მაგრამ სულ ვფიქრობ ამაზე, რომ რა შეიძლება გავაკეთოთ კიდე დამატებით გარდა აქ დგომისა. მე ვერ წარმომდგენია, რომ დღეს სხვაგან იყო. ვფიქრობ, რომ ძალიან ქმედითი პროტესტის ფორმა სხვა ფორმებთან ერთად, რა თქმა უნდა, კომბინაციაში, თუმცა ეს არის მშვიდობიანი პროტესტის ფორმა, ნათელია ჩვენი მიზანი. ახალი არჩევნების დანიშვნა, მთავრობის გადადგომა და რა თქმა უნდა პირველ რიგში პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ბავშვთან ერთად იმიტომ არ აქვს, რომ ეს ისტორიული მომენტია. მნიშვნელოვანია რომ მასაც ახსოვდეს, მნიშვნელოვანია რომ ახალმა თაობამ იცოდეს დღეს რა ხდება, იმიტომ რომ მომავალში ეს ყველაფერი არ გამეორდეს და მათ გაითვალისწინონ ეს შეცდომები. რაც დაუშვეს ასე ვთქვათ. პირველ რიგში ახალ თაობას ეხება ის მავნებლური პოლიტიკა, რომელსაც დღეს ატარებს ეგრეთ წოდებული მთავრობა, ანუ ქართული ოცნება. განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ახლა ის პირველ რიგში ბავშვებს შეეხებათ, პირველ რიგში მათი მომავლისთვის არის ცუდი და ამიტომ რა ვიცი. სხვა რა გზა. რა მაიძულა რომ ბავშვები დამეტოვებინა და დღეს მოვსულიყავი აქციაზე. ისევ და ისევ ჩემმა შვილებმა და ჩემი შვილების მომავალმა. ისევე როგორც ყველა ბავშვის მომავალმა ამ ქვეყანაში. ჩემი შვილები დავტოვებ ბებოებთან, ერთ ბებოსთან, მეორე ბებოსთან და მინდა რომ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო მათ, რომ მათი წვლილი ამ პროტესტში შეიძლება იყოს ეს, რომ ისინი იტოვებენ ჩემს შვილებს იმისთვის, რომ მე აქ მოვიდე. თუ ჩვენ დღეს არ მოვინდომებთ, არ გავაკეთებთ იმაზე მეტს, ვიდრე შეგვიძლია, არ ვაიძულებთ საკუთარ თავს, რომ ზოგჯერ აი ეს დრო, რომელიც ჩვენი შვილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოვაკლოთ მათ და გამოვყოთ აი აქ ყოფნისთვის, მათ შეიძლება ხვალზე მომავალი აღარ ქონდეთ. აქცია დასრულდა. ახლა ჩემი მიზანია მშვიდობიანად მივიდეს სახლამდე და თუ ამ ვლოგს უყურებთ, ესე იგი ასეც მოხდა.